როგორი შეგრძნება იყო, როდესაც დიდი ედეშამმა დაგასახელა ნამდვილი სიგიჟეა. ამის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. ვინ იყო შენი სამაგალითო ფეხბურთელი პატარაობისას? დავასახელებ ბრაზილიელ რონალდოს. რომელი ტურნირის მოგებას აირჩევდი ამ სეზონში? პრემიერ ლიგას თუ ჩემპიონთა ლიგას? სალამ იბუ. შენთან ინტერვიუ ჩაწერეს ასიამოვნო. პირველი შეკითხვა ლივერპულის ფორმასა და მთელ სეზონს შეეხება. ლივერპული პრემიერ ლიგაში ლიდერობს და მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებს. რა შეგიძლია გითხრა გუნდის ფორმის შესახებ და შენი აზრით ლივერპული პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია? არა, პრემიერ ლიგის ჩემპიონობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ამისთვის ჯერ ძალიან ადრეა. სეზონის მეორე ნახევარი ახლახან დაიწყო და რა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისიდან ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებით. რადგან ამ მდგომარეობის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. თუმცა, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილი ახლა იწყება, რადგან ყველა თვალი ჩვენკენაა მომართული და ყველანი ჩვენ უკან არიან. ჩვენ უბრალოდ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. თუმცა ეს ძალიან რთულია, როდესაც ჩვენი დამარცხება ყველას უნდა და არავის სურს, რომ ჩვენ ლიგა მოვიგოთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ, წინსვლა განვაგრძოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მადლობა. შენი და ვირჯილის დუეტი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე დაცვის ხაზს ქმნის. და ეს ლივერპულისთვის შთამბეჭდავი მიღწევაა. რამდენად კომფორტულია შენთვის ვირჯილთან ერთად თამაში? მასთან ერთად თამაში ძალიან ბედნიერი ვარ. უკვე 3 წელია, რაც ერთად ვირჯებით და მისგან ბევრი რაღაც ვისწავლე. ჩემი აზრით, დღეს მას მე ისევე ვჭირდები, როგორც მე მჭირდება ის. ფიქრობ, რომ დღეს მას მე ვჭირდები. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობ, რომ საუკეთესოები ვიყოთ. ჩვენ ერთად ვირჯებით იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო დუეტი შევქმნათ. ჩვენ ამისთვის მუყაითად ვშრომობთ. ამასთანავე, ჩემი აზრით, მთელი გუნდი ძალიან გვეხმარება იმაში, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი შევქმნათ. მადლობა. მომდევნო შეკითხვა ლივერპულისა და მისი ოპონენტების პაექრობას შეეხება. ლივერპულის ბევრი კომაგი მანჩესტერ იუნაიტედთან დაპირისპირებას მერსისაიდულ დერბიზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. შენ რას ფიქრობ ამ მატჩების შესახებ? ჩემთვის მთავარი თამაშის მოგებაა. ჩვენ ევერტონთან და მანჩესტერთან პაექრობა გვაქვს. რადგან ამ ორ კლუბთან დიდი ისტორია გვაკავშირებს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოგებაა. ჩვენ არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ რომელი შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია. თამაშისას ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ და უბრალოდ უნდა გავიმარჯვოთ. გასაგებია. ბუნდესლიგაში ასპარეზობა შენ ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილების გარეშე დაიწყე. რამდენად რთული იყო შენთვის გერმანიაში არსებულ ფეხბურთის მაღალ დონესთან ადაპტირება? მახსოვს, ჩემი პირველი მატჩი კიოლნის წინააღმდეგ ჩავატარე და ტემპი ძალიან მაღალი გახლდათ. თუმცა, ჩემი მენტალიტეტისა და შრომის ეთიკის გამო, მე ყოველთვის თავდაუზოგავად ვირჯები და არაფერი ყოფილა მარტივი, რაც ფეხბურთში მოღვაწეობის დაწყების დღიდან გამიკეთებია. ცხოვრებაში მარტივი არაფერი მომიპოვებია. მე უბრალოდ ბეჯითად ვშრომობ. რაც დღეს გამაჩნია, ბევრი შრომის შედეგად მოვიპოვე. ვცდილობ შევისწავლო, თუ როგორ თამაშობს ჩემი მეტოქე. ჩემი აზრით, თითოეულ შეხვედრაში შეძენილი გამოცდილება განვითარებაში გეხმარება. ვფიქრობ, რომ სადაც დღეს ვიმყოფები, გზად შეძენილი გამოცდილების დამსახურებაა. მადლობა. შენ იურგენ კლოპთან და არნე სლოტთან მუშაობის გამოცდილება გაქვს. რა მთავარი მსგავსება და განსხვავება ამ ორ მწვრთნელს შორის? მსგავსება? პირველ რიგში, ორივე მათგანს ყველაფრის მოგება სურს. რაც შეეხება განსხვავებას, იურგენ კლოპს თავისი თამაშის სტილი ჰქონდა და ოპონენტების შესწავლა არ ანაღლებდა. ის ამბობდა, რომ სტილს საჭიროების შემთხვევაში შეცვლიდა. თუმცა სლოტი სწორედ ასეთია. არ ვიცი, რამდენი მატჩი აქვს ნანახი მანამ სანამ ის ლივერპულში მოვიდოდა, მაგრამ უამრავი რამ იცის ჩვენი მეტოქეების შესახებ. უყურებს მათ და ამბობს, კარგი, ასე თამაშობენ? მაშინ ჩვენ ისე ვითამაშებთ.
ეს გულისხმობს მუდმივ ადაპტაციას ყოველ მომდევნო მეტოქესთან. ფიქრობ, ამან შესაძლოა სიურპრიზი მოუწყოს ნებისმიერს, რადგან რაც არ უნდა სცადო ვერ დაადგენ როგორ ვაპირებთ თამაშს. ფიქრობ, მათ შორის მთავარი განსხვავება სწორედ ეს არის. You don't know how we will play, and I think this is a difference between both. გეთანხმები. შენი ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი კარიერაში პირველად ნაკრების კაპიტნის რანგში ითამაშე. როგორი შეგრძნება იყო, როდესაც დიდი ედეშამმა დაგასახელა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობა შენი ბავშვობის ოცნება ხომ არ ყოფილა? სიმართლე გითხრა ძალიან გამიხარდა. რადგან წარმოუდგენელია საფრანგეთის კაპიტნობა. ნამდვილი სიგიჟეა. ამის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან ბოლო ევროზე პრაქტიკულად არ მითამაშია. შემდეგ კი გავიდა რამდენიმე თვე და მე ნაკრებს სან-სიროზე ვუკაპიტნე. ეს ჩემი საფეხბურთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ცხადია ძალიან გამიხარდა. თუმცა არა, პატარაობიდან ამაზე არ მიოცნებია, რადგან ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მე ვარ უბრალოდ მოთამაშე, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო ლიდერი როგორც გასახდელში, ისე მინდორზე. თანაც ვფიქრობ, კაპიტანი ბუნებრივად უნდა იყო. და ეს ისეთი რამ არის, რასაც ვერ ისწავლი და მასზე ვერ იმუშავებ. მგონია, რომ ეს თვისება უბრალოდ ჩემშია და ალბათ სამკლაურსაც ამიტომ მიმსახურებ. რათა მინდორზე გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო. ამ შემთხვევაში კაპიტნობა წარმატებული გამოდგა. 3-1 მოიგეთ და ნახევარფინალში გავხვედით. ვინ იყო შენი სამაგალითო ფეხბურთელი პატარაობისას? ცენტრალური მცველის როლის მორგების შემდეგ კი ყველაზე მეტად რომელ ცენტრალურ მცველს აკვირდებოდი, საიმისოდ რომ საკუთარი უნარები გაგეუმჯობესებინა? დავასახელებ ბრაზილიელ რონალდოს. რადგან მანამდე თავდამსხმელად ვთამაშობდი და როცა რონალდოს ვუყურებდი, ფიქრობდი, რომ რასაც ის მინდორზე აკეთებდა, შეუძლებელი იყო. ჩემთვის ეს მაგიას გავდა და მინდოდა პირადადაც ეს ყოველივე გამომეცადა. თუმცა მოგვიანებით, როცა გავიზარდე, ყველაზე მეტად სერხიო რამოსს ვაკვირდებოდი. სწორედ ის იყო ჩემთვის სამაგალითო. მის შესახებ უამრავ ვიდეოს ვუყურებდი, რადგან ის დაცვაშიც უბადლო იყო და გოლებიც გაქონდა. დიდი კლუბის დიდებული კაპიტანი გახლდათ და ვფიქრობ, ჩემთვის სამაგალითო მოთამაშეც ამიტომ იყო. მადლობა და ბოლო შეკითხვა იბო. თქვენ ლიდერები ხართ როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ერთი მათგანის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელი ტურნირის მოგებას აირჩევდი ამ სეზონში, პრემიერ ლიგას თუ ჩემპიონთა ლიგას? Oh my god. მხოლოდ ერთი უნდა ავირჩიო, არა? კი, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ ორივეს მოიგებთ. ცხადია, ყველა გიპასუხებთ, რომ ორივეს მოგებასურს. მაგრამ ერთის არჩევა რომ შეგეძლოს. მაინც და მაინც ერთის არჩევა რომ შემეძლოს? ალბათ პრემიერ ლიგას ავირჩევდი. ნამდვილად პრემიერ ლიგა მირჩევნია, რადგან როდესაც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს იზეიმეს ქომაგებმაც. პრემიერ ლიგის მოგების დროს კი პანდემიის გამო სტადიონიც არიელი იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგის მოგება ამ სეზონში ყველასთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა. ლივერპულს ორივეგან წარმატებას უსურვებ. დიდი მადლობა. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობები. დიდი მადლობა, ნახვამდის.